მარიკა არევაძე იურისტი კოალიციის ცვლილებისთვის წარმომადგენელი არის ჩვენი სტუმარი. მარიკა, მოგესალმებით, მადლობა სტუმრობისთვის. მოგესალმებით. დავინახეთ მოკლედ ეს ბოლო პერიოდში კიდევ როგორ გააქტიურდა დაჭერები, ხო? ბოლო დღეებში. გუშინაც ვნახეთ 8 ახალი დაპატიმრებული მოქალაქე ყავს და მათი სხდომები უნდა გაიმართოს დღეს ან ხვალ ალბათ, ხო? კი ბატონო. ხო, არ ვიცი. აი 28 ნოემბრის აქცია ვახსენეთ და ამ თარიღს ხომ არ უკავშირდება რამენაირად ამ დაჭერების გააქტიურება, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ რომ ამ აქციებზე რაღაცა ძალიან ისეთ მონდომებით ელიან ხოლმე ადამიანებს, რომლებსაც მიიჩნევენ თვითონ აქციის ორგანიზატორებად, ვინც მაგალითად რუპორით დადის, ვინც რაღაც განცხადებებს აკეთებს. არ ვიცი, რატომ არის ახლა ესე გააქტიურებული დაჭერები ბოლო დღეებში? კი ბატონო, მოგესალმები პირველ რიგში კიდევ ერთხელ. ჩვენ ვუყურებთ ბოლო 1 წლის განმავლობაში უწყვეტ პროტესტს და ეს პროტესტი მიუხედავად იმისა, რომ ოცნების და რეჟიმის წარმომადგენლები ამბობენ თითქოს და რომ სულ 50 ადამიანია, საერთოდ არ აქვს ამ პროტესტის მნიშვნელობა და ასე შემდგომ, ამ პროტესტის სინამდვილეში მათთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ ეს არის ის პროტესტი, რომელიც ასე ვთქვათ არ აძლევს შესაძლებლობას მოახდინონ ნორმალიზება, შიგნით ნორმალიზება რისიდან? მიტაცებული ძალაუფლების. ანუ რომ შეინარჩუნონ ეს მიტაცებული ძალაუფლება. 1 წელი გადის 28 ნოემბერს უკვე იმ დღიდან, როდესაც ოცნების პრემიერმა კობახიძემ განაცხადა, რომ ის აჩერებს ურთიერთობას და მოლაპარაკებას ევროკავშირთან. ანუ შეეხო საქართველოს და ქართველი ხალხის მოსახლეობის ფუნდამენტურ მისწრაფებას და ფუნდამენტურ საკითხს, ხო? და ამ 1 წლის თავზე ჩვენ რა მოცემულობა გვაქვს ოცნების ანგარიშზე, ანუ რეჟიმის ანგარიშზე ამ წუთას არის 500-ზე მეტი სასტიკად ნაცემი ადამიანი, ნაწამები ადამიანი და არც ერთი პასუხისგებაში მიცემული პირი. სამაგიეროდ ამის სანაცვლოდ უბრალოდ ასევე მათ ანგარიშზე არის 120-მდე რეჟიმის ტყვეს სისხლის სამართლებრივი წესით. მათ შორის როგორც მოქალაქეები, ასევე პოლიტიკური ლიდერები ყავთ სრულიად უსაფუძვლოდ გამოკეტილი ციხეებში. მათ ანგარიშზე არის ასობით ადმინისტრაციული წესით საპყრობილეებში გამოკეტილი ადამიანები. მათ შორის ქალები. საქართველოს უახლოეს ისტორიას არ ახსოვს შემთხვევა, როდესაც 10-ობით ქალი პროტესტის გამოხატვისთვის ციხეში მოხვედრილიყო. მათ ანგარიშზე არის გაუარესებული საკანონმდებლო მდგომარეობა, აზრის გამოხატვის თავისუფლების კუთხით და რეპრესიები, მაგალითად, გაზრდილი ჯარიმები, ადმინისტრაციული პატიმრობები. მათ ანგარიშზე არის ასევე მედიის გამოდევნა და სხდომების დახურვა, ხო, სასამართლოს სხდომაში და სასამართლოში საერთოდ მართლმსაჯულების შეგნების დაკარგვა და შეგრძნების დაკარგვა, იმიტომ რომ სასამართლოში ის რა პროცესებიც მიმდინარეობს განსაკუთრებით აი ამ აქციებზე დაკავებულ ადამიანებთან დაკავშირებით საერთოდ არ არის სასამართლო. მე 10 წლეულობის გამოცდილება მაქვს როგორც ადვოკატის და იქ იმას რასაც ვუყურებ, გარდა იმისა, რომ ადამიანურად არის ძალიან მძიმე, ანუ ასევე მორალურად, იმიტომ რომ ამ ბრძოლაში კიდევ სხვა გამოწვევები გვაქვს ჩვენ, ხო, ემოციების თვალსაზრისით, როგორც ადვოკატისთვის ეს არის ფაქტობრივად, არ ვიცი, პროფესიის ჩამორთმევა. პროფესიის გაუქმება, იმიტომ რომ იქ საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა არც მტკიცებულებას, არც მოცემულობას, არც ადამიანის უფლებებს, არც სტანდარტებს და არაფერს. აი ამ ბოლო დაკავებებში ეს რაღაც ახალი მეთოდი აქვს, რომ უხმომტკიცებულებების მიტანა, ხო, ანუ ის რომ ადამიანს აბრალებდნენ რომ ის იგინებოდა, მაგრამ ვიდეო მიიტანეს უხმო, სადაც არ ჩანს, მაგრამ რატომღაც მოწმე პოლიციელს უნდა დაუჯეროთ, რომ ის ნამდვილად იგინებოდა და კი ბატონო, ნახეთ, აი ზუსტად იქიდან გამომდინარე, რომ მთელი ეს ყველაფერი რაც ჩამოვთვალე, რატომ გააკეთეს ეს ყველაფერი? იმისთვის, რომ მოეკლათ პროტესტი. იმიტომ, რომ მიეტაცებინათ ეს, შეენარჩუნებინათ ეს მიტაცებული ძალაუფლება და ვერ კლავენ ამ პროტესტს, ამიტომ დღეს უკვე გადავიდნენ, დღეს არა, უკვე რამდენიმე დღეა, ბოლო 1 კვირა ფაქტობრივად გადასულები არიან ისეთ დაკავებებზე, რომელიც ამ არალეგიტიმური პარლამენტის მიერ მიღებულ აბსურდულ კანონებსაც კი არ არღვევენ ადამიანები. უბრალოდ გადაადგილდებიან მარშით, ისე რომ არც გზას კეტავენ, არც მოძრაობას აფერხებენ, არც დაუშვათ პირბადე უკეთიათ, ანუ არანაირ აბსურდულ წესსაც კი არ არღვევენ, მაგრამ ეხლა მიზანმიმართულად გადავიდნენ უკვე და ახალ დაშინების მეთოდზე გადავიდნენ, ეუბნებიან ადამიანებს, რომ აი ვისაც გვინდა დაგიჭერთ.
მაგრამ ამ პროტესტს მაინც ვერ ტეხეთ. ამას აქციებზე ამბობენ ადამიანებს, კი, არა, ამას არ ამბობენ, მაგრამ მოქმედება მიუთითებს, ხო? მოქმედება მიუთითებს, იმიტომ რომ მოიგონეს კანონები ისეთი, რომლითაც კრიმინალიზება გაუკეთეს პროტესტს. და ამის სანაცვლოდ მიიღეს რა? გაუჩერებელი პროტესტი, გაუჩერებელი ხალხი და იქიდან გამომდინარე, რომ თავისივე მიღებულ კანონების აბსურდში არ გახვეულიყვნენ, ხომ? გამოუწიათ ასობით პოლიციელის გამოყვანა რუსთაველის გამზირზე და ამან გამოიწვია ის, რომ პროტესტმა სახე იცვალა, უფრო გაცოცხლდა, უფრო მოედო თბილისის ქუჩებს და ეხა უკვე გადავიდნენ ახალ მეთოდზე, რომ აი ყველას დაგიჭერთ, ვინც უბრალოდ არ მოგვეწონებით, თორე არავინ არაფერს არ არღვევს ამ ეტაპზე, იმ აბსურდულ კანონებსაც კი, იმ კონსტიტუციასთან შეუსაბამო კანონებსაც კი, რომელიც ბოლო პერიოდში აი მეთოდებზე დაკავების მიზეზებზე რომ თქვათ, არ ვიცი, ეს არ არის უტრირებული შემთხვევები, ნამდვილად ასე მოხდა ის, რომ ადამიანი იჯდა სკამზე, მივიდნენ და სკამიდან წაიყვანეს. მელითაურის შემთხვევაში, რომლის პროცესიც სხვათა შორის ახლა მიმდინარეობს, დაეწერა ახალი მოსამართლეა თბილისის საქალაქო სასამართლოში, მას დაეწერა და დაიწყება პროცესი. ასევე რეზი პეტრიაშვილი, რომელიც ასევე მოვინახულე მე იმ დაკავების ღამეს, ადამიანი გადაადგილდებოდა მანქანაში აპირებდა ჩაჯდომას და დააკავეს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის. რომ კითხა მან რომ რა წინააღმდეგობა გაგიწიეთო, ნუ ხო იცით ეს სტანდარტული მუხლებია. ანუ კონვეინერულად დგებიან და მინდა ყველას ესმოდეს პოლიციას მათ შორის რომელსაც გონია რომ არაფერს არ აშავებს ხო როდესაც თქვენ უკანონო დავალებას ასრულებთ როდესაც ადამიანებს აკავებთ ისე რომ იცით რომ არაფერი არ დაუშავებია თქვენ ამით კანონს არ ყვეთ თქვენს ფიცს ღალატობთ რომელიც გაქვთ მიცემული ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის და გონს მოეგეთ იმიტომ რომ არა მარტო ფიცის ღალატია ეს არამედ პასუხისგებლობასაც გამოიწვევს და მართლა დადგება ის დღე როდის არ ვიცი მაგრამ მართლა დადგება ის დღე, როდესაც კანონი იკანონებს და ყველაფერი შეიცვლება ამ ქვეყანაში და ამ პროტესტი ვერ გატეხეს და მნიშვნელოვანია ის, რომ 28-ში ვანახოთ ჩვენი ერთიანობა და ისე ვანახოთ რამდენი ვართ და რომ აქ ვართ. ამიტომ 28 ნოემბერს კიდევ ერთხელ ძალიან ბევრი უნდა ვიყოთ თესეუდან დავიწყეთ მსვლელობას და მივალთ პარლამენტთან. აი ამელითაურზე და რეზი პეტრიაშვილზე იყო ვარაუდი აქციის მონაწილეების, რომ ისინი მათი დაკავების მიზეზი გახდა Facebook პოსტები, ხო? საჯარო პოსტები, რაც გამოაქვეყნეს ამ სოციალურ შემთხვევაში ეს ასე არ იყო. იას შემთხვევაში იყო ასეთი ვარაუდი, თუმცა რეზის შემთხვევაშიც იყო რაღაცა პოლიციის შესახებ მას ვრცელი პოსტი ქონდა, იმის შესახებ, რომ თითქოს პოლიციიდან ყველას არ უნდა მონაწილეობა ამ ძალადობრივ დაკავებებში, ხო? და იყო სამართალდარღვევა. ხო, მაგრამ ისინი სამართალდარღვევა არ არის, მაგრამ ისინი იქცევიან აგრესიულად, თუ მათი ზემდგომი არის ახლოს, ხო? და ის რომ არ უნდათ ალბათ პოლიციაში მისჩვენება, რომ არიან მათი პოზიციისგან განსხვავებული თანამშრომლები მათ სისტემაში. კი ბატონო, თუ რეზის გამო არის დაკავებული, ეს მართლა ასე არის, მეც უყურებ ყოველ წუთიერად ადამიანებს, პოლიციელებს მათ შორის და არა მარტო პოლიციელებს, სხვადასხვა სტრუქტურაში წარმომადგენლებს მიწევს, ხო, ხან იზოლატორში, ხან სასამართლოში, ხან სიარულ და პოლიციელებთან შეხება, ნამდვილად არიან დემოტივირებულები, ნამდვილად არ მოსწონთ იმას, რასაც აკეთებენ და თუ ეს არის დაკავების მიზეზი, აგერ ვარ ფორმულას ეთერში და მე მივდივარ სასამართლოში, შეგიძლიათ დამაკავოთ. დაკავება მარიკა არ გვაწყობს. ბევრი ადამიანი დარჩება დაცვის გარეშე და ალბათ დაკავებებს კიდევ გააგრძელებთ. მაქსიმუმს ვაკეთებთ ჩვენ კოალიცია ცვლილების ფარგლებში შექმნილი გვაქვს ცხელი ხაზი. მადლობა მინდა უთხრა მოხალისი ადვოკატებს, რომლებიც გვეხმარებიან ამ პროცესში და ვცდილობთ რომ არც ერთი ადამიანი არ დარჩეს დაცვის უფლების გარეშე. თან ეს არის დიდ სირთულეებთან დაკავშირებული, იმიტომ რომ ქაოტურად არ გეუბნებიან სად მიყავთ, როდის მიყავთ, როგორ მიყავთ. ფაქტობრივად აი რასაც ქვია, რეკვებში ვართ მუდმივად მზადყოფნაში ვართ, ადვოკატებიც ძალიან გვიწყობენ ხელს, რომ სასამართლოში ვიწყებენ ლოდინს პირდაპირ და აი ამ მოცემულობაში ვცდილობთ, რომ ის ელემენტარული მორალური მხარდაჭერა აღმოუჩინოთ დაკავებულებს და საქმეები გავუმართოთ იქამდე, რომ მე სტრასბურგამდე მივიდეს ეს საქმეები, აი ასეთი სირთულით და ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ დემოკრატიული პრინციპია და პროცესი აღარ არის ამ ქვეყანაში და ეს ყველაფერი უნდა შეიცვალოს და ერთი მინდა კიდე ტრადიციებთან დაკავშირებით რო ვთქვა, იმიტომ რომ როდესაც ოცნება ამბობს, რომ აი თითქოს და ღაღადებს რაღაცა ოჯახურ ღირებულებებზე და ასე შემდგომ. ქონდა შემთხვევები, როდესაც დედა და შვილები ერთ ღამეს დააკავეს.
ქონდა შემთხვევები, როდესაც შვილი იყო ზესტაფონის იზოლატორში და დედა აკითხავდა, დედას პატიმრობა შეუფარდეს. მოხუც ქალებს და კაცებს პატიმრობები შეუფარდეს. ანუ ისეთ ამორალურ საქციელებს, მცირეწლოვანი შვილების დედებს, 9 შვილის დედას, ანუ არაფერ კავშირში არ არის არც ოჯახურ ღირებულებებთან, არც რა ვიცი, ქართულ ტრადიციებთან ის, რასაც აკეთებს ოცნება. პირიქით, ოცნება არის ზუსტად გვართმევს იმ ყველაფერს, იმ ღირებულებებს, რაზეც დგას ქართველი და ქართველის მენტალიტეტი. ადამიანის უფლებები ჩვენი მოგონილია. მართლა ჩვენია, ჩვენს ისტორიას რო გადავხედოთ, ხო, ჩვენში დევს ეს დემოკრატიული პრინციპები და ღირებულებები, რომელიც მოიცავს მათ შორის ქრისტიანობასაც და მოიცავს ოჯახის პატივისცემასაც. ამ ყველაფერს გვართმევენ. გამოფხიზლდით ადამიანებო, მართლა რაც უფრო ბევრნი ვიქნებით, მით მალე მოხდება ამ რეჟიმის დასრულება. თქვენ ახსენეთ მოსამართლეებიც და ორი ახალი მოსამართლეა ხო ამ ბოლო პერიოდში ჩართული ამ საქმეების განხილვაში, თუ არ ვცდები გორიდან და ოზურგეთიდან. ხომ? ხო, არ ვიცი, რატომ არ ყოფნით დაუშვათ რა პრინციპით მოხდა მოკლედ ამ მოსამართლეების ჩართვა, ახალი მოსამართლეების ჩართვა ამ საქმეების განხილვაში? კი ბატონო, მე ასევე მაქვს ინფორმაცია, რომ ამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებში ჩართული ერთ-ერთი მოსამართლე ცაგარეიშვილი მაგალითად კარგი მუშაობისთვის დააწინაურეს და სააპელაციო სასამართლოში გადაიყვანეს და ალბათ მოხდა ჩანაცვლება ან ამ მოსამართლეების დაწინაურება და თბილისში გადმოყვანა, ხომ? ესე იგი, ფაქტობრივად შეიძლება ითქვას ეს არის ვარაუდი, არა, გადაყვანილი ნამდვილად არის და ეს დაწინაურება, როცა პირველიდან მეორეში გადაყავს, მაგრამ ნახეთ, იქნება მოცემულობა, ეს მხოლოდ ჩემი ვარაუდი ამ მტკიცებით ამას ვერ ვიტყვი, მაგრამ იქნება ვარაუდი იმისა, რომ ესე იგი, გადიან თითქოს გამოსაცდელვადაც აი ამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე და თუ ეს მოსამართლეები აქ გააკეთებენ, შეასრულებენ მისცემულ დავალებას პირნათლად, ანუ შეასრულებენ დავალებას სამართალჯულების ფასი კი არ აღასრულებენ, შეასრულებენ დავალებას, მე გზა ეხსნება დაწინაურების. ყველა შემთხვევაში გამომწვეველი იყო ხო ამ პროცესში. ამ მოსამართლებამ უნდა იცოდეს, რომ ეს ყველაფერი რომ დასრულდება, მათი გადაწყვეტილებები, მათი დადგენილებები შესწავლილი იქნება, შედარებული იქნება საერთაშორისო სტანდარტებთან, ადამიანის უფლებებთან მიმართებით და პასუხისგების დრო დადგება როგორც მორალური, ისე სამართლებრივი. ხო, უნდა კითხოთ აუცილებლად გია ჯვარშეიშვილზე, რომელიც შიმშილობს, ხო, როგორია მისი მდგომარეობა, არ ვიცი. გია მე 2 თუ 3 დღის წინ იყო რომ ნახე რუსთავის იზოლატორში. ნორმალურად არის, თუმცა რა თქმა უნდა სუსტად, იმიტომ რომ შიმშილობს უკვე მე-5 დღეა ფაქტ მე მგონი, რო არ შემეშალოს, ის ხვალტოვებს დროებითი მოთავსების იზოლატორს ხვალღამე. დღეს დატოვა სხვათა შორის ეხა ნინი ნაჭყებია მზახესის დროებითი მოთავსების იზოლატორი. და აი ვართ ამ მოცემულობაში ჩვენს თანამებრძოლებს ვეძებთ, პოულობთ, პატრონობთ, რაც შეგვიძლია ერთმანეთს ვამაგრებთ, ასე ვთქვათ, მორალურად, მიუხედავად იმისა, რომ ხნეობა ნამდვილად არ აკლიათ არც ერთს და არ გვაკლია არც ერთს. ამიტომ იმდენი შემთხვევაა, რომ თვალის მიდევნებაც კი გვიჭირს ხოლმე, ვინ სად არის გადაყვანილი, ვისი პროცესი როდის არის და ია გაბუნია მოინახულეთ ხო გუშინაც და მისი დაკავებაც რაღაც ძალიან აბსურდული მიზეზით ხო აი როგორ დააკავეს მისი დაკავება მოხდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში, გუშინ მოგეხსენებათ 10 ადამიანის დემონსტრანტის პროცესი იყო და მთელი დღე აქტივისტები და გულშემატკივრები იყვნენ თბილისის საქალაქო სასამართლოში და ია როდესაც ტოვებდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში მოხდა მისი დაკავება. ერთი გამორჩეული წარმომადგენელი ყავს შინაგან საქმეთა სამინისტროს და იმ ქალბატონის მითითებით მოხდა დაკავება თითქოს და მას მიაყენეს რაიმე შეურაცხყოფა. აი ასეთ ეტაპზე ვართ მისული. ხო, არ ვიცი. მოკლედ კიდევ ერთხელ ვთქვათ, რომ 28-ში არის ხომ და ანონსებული აქცია 1 წელი გავიდა, ხო, მას შემდეგ რაც დაიწყო ეს უწყვეტი პროტესტი. ხო, დაიწყება მსვლელობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და ეს მსვლელობა იქნება პარლამენტისკენ. კი ბატონო, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქ ვიყოთ ძალიან ბევრნი და კიდევ ერთხელ დავანახოთ რეჟიმს, რომ პროტესტი კი არ მოკვდა, არამედ პროტესტი ძლიერდება, ვართ ძალიან ბევრნი და აუცილებლად მიზნამდე მივალთ. მიზანი კიდევ არის ახალი საპარლამენტო არჩევნები, ყველა რეჟიმის ტყვის განთავისუფლება, ანუ ამ ქვეყნის დემოკრატიულ ჩარჩოებში დაბრუნება. ძალიან დიდი მადლობა, მარიკა არევაძე იყო ჩვენი სტუმარი.